შუადღე მშვიდობი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თაკო. ბატონო. როგორც იქნა დადგა დრო იმ მნიშვნელოვანი აი ამ ერთწუთიანი თითების ვარჯიშებისთვის, მოკლედ დაბუჟება, შეშუპება, კუჭნაყავის და სახრების ტკივილი ის პრობლემებია, რომელიც დღეს ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს, ხანგრძლივი ჯდომა, ხერხემლის პათოლოგია, ფიზიკური დათვირთვა, პროფესიული საქმიანობა ხშირად ამ პრობლემების გამოწვევი მიზეზი ხდება, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ტკივილები ძალიან გავს ნელი მოქმედების მექანიზმის მქონე ასაფეთქებელს, რომელიც საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ზოგჯერ საკმარისია სულ 1 წუთი იმისთვის, რომ ხერხემლის და სახსრების პრობლემებს არ მივცეთ საშუალება, რომ მოგვერიონ, რომელია ეს 1 წუთიანი ძალიან სასარგებლო ვარჯიშები, რომლის გაკეთება სახლის პირობებში შეგვიძლია. ამას ჩვენი სტუმარი, ექიმი რეაბილიტოლოგი ლაშა მილორავა გვეტყვის. ლაშა, მოგესალმები, მადლობა რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ პროფესიას განსაკუთრებით ჭირდება ეს 1 წუთიანი ვარჯიშები და გვასწავლეთ. გადაცემის ამ ნაწილს განსაკუთრებულად ველოდი, როგორც ერთი კვირის განმავლობაში და ჩვენც ახლა, რა თქმა უნდა, შევეცდებით რომ ჩავერთოთ ამ ვარჯიშებში სიამოვნებით. მაყურებელი აუცილებლად ძალიან მალე დაინახავს ეკრანზე კონკრეტულ სიმპტომს, ასე ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმის მხრიდან გამოხატულ სიგნალს და ჩვენ უკვე შევეცდებით რომ ვარჯიშებით, 1 წუთიანი ძალიან მარტივი ხრიკებით გადავჭრათ ეს პრობლემა და გამოწვევა. ლაშა, დავიწყოთ აბა. კი ბატონო. ვეცდები რომ ძალიან მარტივი ვარჯიშები გაჩვენოთ, რომელიც სახლის პირობებში შეგვიძლია შევასრულოთ, დაახლოებით 1 წუთს წაგვართმევს, შეიძლება 2-ს, თუმცა ვფიქრობ რომ ღირს ეს ყველაფერი. ვიდრე დავიწყებდეთ, ძალიან მოკლედ მინდა რომ გკითხო, რამდენად ეფექტურია ეს 1 წუთიანი სავარჯიშოები და არის თუ არა შესაძლებელი რომ ამით მართლაც გადავჭრათ პრობლემა. კი ბატონო, ზოგადად ვარჯიშები ეფექტურია მაშინ, როცა ეს ყველაფერი არის სისტემატიური. ანუ ვარჯიშების ერთხელ შესრულება არ იქნება ეფექტური, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, უნდა ვიყოთ რეჟიმში, რომ ამ ყველაფერმა მოხდეს შედეგი. მოდი დავიწყოთ მაშინ და ვნახოთ რა ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ სხეულის უშუალოდ შეშუპების დროს. კი ბატონო. ეს ყველაფერი უფრო ზედა კიდურებზეა, ზედა ხელებს ავიღებთ ამ შემთხვევაში ჩვენ. ძალიან მარტივად და ეს ჯდომიარე პოზაში ხდება ეს ამბავი. დიახ, შეგვიძლია ვიჩნდეთ. ძალიან მარტივად ნახეთ, ერთი ხელი დაბლა ეშვება, ხელი იწევს ზემოთ, ვიმეორებთ, ნახეთ, დაახლოებით ცურვას გავს, რომ ერფების მოძრაობას. პირველი მოძრაობა, შემდეგ უკვე კრავთ მუშტს. ამას რამდენი ხნის განმავლობაში ვაკეთებთ? დაახლოებით 10-15 გამეორებას ვაკეთებთ. შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს 1-2. შემდეგ უკვე კრავთ. მარტივია, მაგრამ აშკარად. კი ბატონო. მუშაობს. შევკრათ უკვე მუშტები. შევკარით. დავაბრუნოთ თითოეული მიმართულებით 10 ჯერ. ხო. შემდეგ უკვე საპირისპირო მხარეს. ხო. კი ბატონო. შემდეგ ნახეთ აი ეს ძალიან მარტივად. ლაშა, ბოდიში ეს გადაბმულად ხდება, ანუ ერთი სისტემურად ხდება ეს ყველაფერი. დიახ, სისტემურად ხდება. შემდეგ ნახეთ, კრავთ მუშტს, შემდეგ უკვე წერა თითი ეშვება შიგნით. ისევ კრავთ მუშტს. გააკეთე. ვაკეთე. კრავთ მუშტს, ისევ. ერთი გაშლა. დიახ. ამასაც ვიმეორებთ დაახლოებით 10 ჯერ. შემდეგი მოძრაობა არის ნახეთ ძალიან მარტივი. კარგი. ჩავგვაქვს ქვემოთ, ცოტათი ვგრძნობთ გაწელვას, ისევ ვუშვებთ მაღლა, ისევ ქვემოთ, მაღლა. ამ ყველაფრის გასართულებლად შეგვიძლია ძალიან ელემენტარული ესე ვთქვათ ნივთები დავიხმაროთ და საგნები, რომელიც უშუალოდ ყველას მოგვეპოვება სახლში. ერთ-ერთი ვარიანტი არის აი რეზინს ავიღებ, რომ გავსარდოთ. მაგას მე და შენ არ ხმარობთ და. თუ მამაკაცებს არ გაქვს, ცოტა ხნით ხმარობდი მე. თანამშრომელი ხალი, ანუ ოჯახის წევრი ყველას ყავს და აი ძალიან მარტივად თითებზე. ხო. გავიკეთებთ თმის სამაგრს. ვეცდებით რომ გავშალოთ უკვე წინახობასთან ერთად. და ამას ვაკეთებთ 1 წუთის მანძილზე? ანუ აი ამ ყველაფერს ერთდროულად ვაკეთებთ დაახლოებით 1 წუთის მანძილზე. მეცოდა უნდა დაუმაგრელაშ მომეცხელი. ძალიან მარტივი, უბრალოდ ცოტა ხისტირეზე. აბა ახლა 1 წუთის მანძილზე არ გააჩერო ხელები. ანუ ესე ვაკეთებ, ხო? კი ბატონო, ვცდილობთ უბრალოდ უფრო მეტად გავშალოთ. უფრო, ხო. დიახ. დაახლოებით აი ეს. და ლაშა, კიდევ ერთხელ რომ დავაკონკრეტოთ, რისთვის არის ეს ვარჯიში უშუალოდ კარგი? ნახეთ, ანუ კონკრეტულად ეს ვარჯიშები მოგვიხსნეს დაძაბულობას და სინძიმის შეგრძნებას ზედა კიდურებში, შეამცირებს შეშუპებას, გასდის სისხლის მომარაგებას, ეს ვთქვათ კონკრეტულ უბნებში, გაგვიუმჯობესებს თქვენ წარმოიდგინეთ ამ სუნთქვასაც
და ანუ კუჭის ნაწლავის ესე ვთქვათ ანუ სისტემის მოქმედებას გაუმჯობესებს. ნიშნულობა არ აქვს მარცხენა მარჯვენა ხელი იქნება. არა. შეიძლება ორივე ხელით უნდა შევასრულოთ, რა თქმა უნდა, ეგ ყველაფერი. ლაშა და ჩვენ ვახსენეთ ასევე კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, როგორც არის დაბუჟება და რომელიც დღის მანძილზე განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ცხოვრების მჯდომარე წესი აქვთ, ხშირად აწუხებს ხოლმე და ახსენებთ ხოლმე თავს. საინტერესოა ამისთვის თუ არსებობს რეკომენდაციები და მარტივი დაბუჟების დროსაც, ანუ გააჩნია დაბუჟების ლოკალიზაცია, ეს არის კისრის ნაწილი თუ წელის ნაწილი და შესაბამისად განსხვავებული, ასე ვთქვათ, მოგვარების გზებია ამ ყველაფრის. უშუალოდ ზედაკიდურების დაბუჟებისთვის ეს ვარჯიშები ასევე გამოსადეგია. შეგვიძლია აი ცირედი ასე ვთქვათ დატვირთვით, აი მსგავსი პატარა ბოთლითაც შევასრულოთ ვარჯიშები, აი ნახეთ. მაჯის, მხოლოდ მაჯის მოხრა. უბრალოდ ხელში უნდა გეჭიროს, ხო? დიახ, ანუ სულ მცირე დატვირთვას გვაძლევს ეს ყველაფერი, მოხრა. გაშლა, ამ ყველაფერს ვასრულებთ. ნახეთ, პირიქითაც, ქვემოდან ზემოთ ამოწევა. უი რა კარგია. მაგრამ ხელი ეგრე არ უნდა გედოს ალბათ, ხო? ესე უნდა. როგორ უნდა გქონდეს? ნახეთ, ანუ ხელი უნდა გვედოს, ნახეთ მუხზე, რომ საყრდენი გქონდეს და მოდუნებული იყოს. მხოლოდ მაჯას ვამოძრავებთ ამ შემთხვევაში, შემდეგ ვაბრუნებთ და ისევ ვიწყებთ მოძრაობას და ასევე გვაქვს აი ამ პოზიციაში წეგან გაჩვენეთ ერთ-ერთი მოძრაობა იყო. კი ბატონო, ნახეთ აი ესე მიჭირავს. უშვებ ქვემოთ და ვწევ ისევ მაგ. კი ბატონო. ეს საკმაოდ მარტივი ვარჯიშებია, მაგრამ მაინც უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა. ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ რიგი დაავადებები და პრობლემები, თუ არის გარკვეული აკრძალვები და ასე ვთქვათ, რის ჯგუფებში თუ მოიაზრებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავი უნდა შეიკავონ მსგავსი მარტივი, მაგრამ მაინც ვარჯიშისგან. მარტივი მოძრაობები თითქმის ყველა პრობლემის დროს უსაფრთხოა, განსაკუთრებით მწვავე ტკივილების, რაც შეიძლება ადამიანმა უბრალოდ ვერ შეძლოს ამ ყველაფრის შესრულება. თუმცა რაიმე დაზიანების გამოწვევა აი ამ სუბუქ მოძრაობებს არ შეუძლია, ყველასთვის უსაფრთხოა. ანუ შეუძლიათ აკეთონ განურჩეულად, ასე ვთქვათ, სხვა პრობლემების. მოკლედ დიდებმაც და პატარებმაც შეგიძლიათ რომ ახლა ჩვენთან ერთად აკეთოთ ეს ვარჯიშები. რა ვქნათ? კიდევ ერთი ვარჯიში ხომ არ შევთავაზოთ? ხო, და მე მაინტერესებს რაღაცა თითებთან დაკავშირებით აუცილებლად კითხავ, ჯერ გავიაროთ ეს ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია და კარგი, აი კუჭნაწლავის პრობლემები ვახსენეთ, ხო? ამ შემთხვევაში ზოგადად აი ამ ყველაფრის მოგვარება განაპირობებს ამ ყველაფრის მოგვარებას, რომ სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, შესაბამისად ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ესე ვთქვათ მოძრაობა გვეხმარება გაუმჯობესდეს თვითონ კუჭის სისტემის ესე ვთქვათ მოქმედებას და ესე ვთქვათ ფუნქცია. შესაბამისად, ანუ ეს კონკრეტული ვარჯიშის ჩვენება ხა აი აქ ცოტა რა პოზიციაში ვართ ხოლმე ვარჯიშის დროს, ამას აქვს მნიშვნელობა? ზოგიერთი ვარჯიში შეგვიძლია შევასრულოთ დგომში, გააჩნია, ანუ არის ვარჯიშების კატეგორია ხა რაც ჩვენ შევასრულოთ, შეიძლება დამშტარ პოზიციაში შესრულდეს. ხო, სკამზე იყო. არ არის პრობლემა, სკამზე დავიშვით, იმიტომ რომ ზედაკიდურებს ეხება ეს ყველაფერი. როგორც კი საქმე ქვედაკიდურებზე ჩადის, უკვე შეიძლება დაგჭირდეს წამოდგომა, შეიძლება დაგჭირდეს პატარა დასაფენი, ესე ვთქვათ, პლედი, რაც წამოწვევით და შევასრულებთ ან სხვადასხვა ვარჯიშებს, მაგრამ რაც გაჩვენეთ ამ ყველაფერთვის საკმარისია სკამი, ან დივანი სავარძელი, უბრალოდ უნდა ვიცოდოთ, რომ გამართული და შემართული შესაბამისად, ესე ვთქვათ, კონკრეტული ვარჯიშები. სამაგრი ერთ-ერთი ესე ვთქვათ დამხმარე საშუალება, რომელიც კი ბატონო დაგეხმარება. აქსესუარია, ასე ვთქვათ, არ მხოლოდ იმისთვის, რომ ვარცხნილობას შეუცვალოთ, ასე ვთქვათ, ფორმები, არამედ ვავარჯიშოთ ჩვენი თითებით. კი ბატონო. არის კიდევ საინტერესო, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები, რომელიც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს ტელემაყურებელს? კიდევ ანუ ძალიან ხშირი პრობლემაა კისრის, ესე ვთქვათ, დაჭიმულობა სიმძიმე კისრის არეში, ძალიან მარტივად, ანუ შეგვიძლია უბრალოდ ამ შემთხვევაში ჯობია რომ თუ ვიდგებით, მაგრამ უბრალოდ მხრების აწევები ყურების მიმართულებით, ესეც რა თქმა უნდა გამეორებებად, შემდეგ პირადი მწვრთნელი მყავს ძალიან კაცრი. არ, მოკლედ, მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. შემდეგ უკვე ბრუნები, ჯერ უკანა მიმართულებით, შემდეგ საპირისპირო მიმართულებით, აქაც შეგვიძლია დამხმარეთ, ესე ვთქვათ, მცირე დატვირთვად გამოვიყენოთ ორი ცალი ბოთლი. ხო? წამოვდგეთ და ისე შევასრულოთ ეს მოძრაობები, ისევ წევთ სიმძიმესთან. დიახ. და ვასრულებთ ისევ წრიულ მოძრაობას უკან, შემდეგ საპირისპირო. ხო, სიჩქარე საჭირო არ არის ხა მოძრაობების გაკეთებისთვის ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, ყველაფერი კონცენტრირებულად შვიდად ერთ ტემპში
და სუნთქვაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად დატვირთვის მომენტში, უნდა ხდებოდეს ამოსუნთქვის მომენტი და ჩასუნთქვა ისე ვთქვათ პასიურ მონაკვეთში ამ ყველაფერს. აი, ლაშა, თუ ხელის სგულების ირგვლივ გვაქვს დისკომფორტი ან თითებს შორის, აი მარტივი ვარჯიშები კიდე გვასწავლე. არ მინდა რომ დაგემშვიდობოთ. კი ბატონო, ნახეთ ძალიან მარტივი მოძრაობებია. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად დავაშოროთ ჩვენ თითები ერთმანეთს. ხო? დააშორელა შერტმული. დავაშორე უბრალოდ. ლაშა აჩვენეთ. აი. დაშორებული. ნახეთ ამ ძალიან მარტივად. კარგად ვიმეორებთ იქცა. ამ ყველაფერს. აი ესე. ნახეთ. უი, რა კარგი. ვიმეორებთ. შემდეგ გადავდივართ უკვე ნახეთ მსგავს მოძრაობაზე. და. თითები, გამართული თითები უნდა მოვხაროთ. ხო? ავწიოთ მაღლა. ისევ მოვხაროთ. ავწიოთ მაღლა. შემდეგი მოძრაობა ნახეთ, აი ეს თითოეულ აი ეს მაინტერესს კითხვა მინდოდა დამესო ზუსტად რა დატვირთვა აქ ამ ყველაფერს. დიახ. და ისევ ვიმეორებთ. და გადავდივართ ისევ. ესე იგი ვცვლით. ხო, თითები მიყვები რიგითობის მიყვებით. მე შემდეგ უკვე პირიქით. შერატო არ მიყვები. მიყვები. აბა, მანახე რომ მიყვები. აი, მიყვები. ვიდი ბოლომდე. თელი ძალებით, ლაშა, მოინდომე, შემართება ჩვენი ნახე რა დღეში მაგდებს რა დღეში მაგდებს. წყლის ბოლოს ესე იგი ლაშასთან უნდა გავიგო ფრაზა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუდეგიო. ეს ძალიან ხშირად ხდება ბოლო პერიოდში, სხვათა შორის ფილმებშიც ძალიან ხშირია და მე არ გულისხმობ ხომ მაინც მედიტაციის დროს თითების განლაგებას, მაგრამ თვითონ აი ამის დატვირთვა და არის მაგალითად თითებზე პირობითად რომელიღაცა თითზე, ნეკათიძე მაგალითად შეხება 4-ჯერ, მაგრამ მე მიყოლებით თითო-თითოჯერ. ამას რაიმე დატვირთვა აქვს და შეუძლია თუ არა ორგანიზმის რამე შვების მოტანა ამ შემთხვევაში. ნახეთ აი ამ მოძრაობის შესრულების დროს რატომაც აი ამ ყველაფერს ვასრულებთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მოძრაობის შეზღუდვა უშუალოდ თითების ან ესე ვთქვათ ტეონის ფალანგებში, თითებში. და კონცენტრირებული შეხება კონკრეტულად ნახეთ, ანუ ყველა თითი თანმიმდევრულად, ესე ვთქვათ, ეხება კონკრეტულად ამ შემთხვევაში წერა თითს. რამე ესეთ განსხვავებული დატვირთვა, რაც ახლა შეიძლება ფილმებში ნახეთ, მსგავსი ეს რაოდენობები ერთი წერა განსხვავებული, ანუ მსგავსად მედიცინაში ნამდვილად არ ვიცი, გამოიყენებენ თუ არა, უბრალოდ მოძრაობებია, რომელსაც გარკვეულ რაოდენობას ვიმეორებთ, რამდენჯერმე, ესე ვთქვათ, სერიებად გადავალთ 5-5-ჯერ, 10-ჯერ. და ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩვენი ესე ვთქვათ დილით, ესე ვთქვათ. დილის საათებში უმჯობესია რომ გავაკეთოთ. როდესაც გავიღვიძებთ, ორგანიზმს უკვე შევამზადებთ ამ ყველაფრით, ესე ვთქვათ, მთელი დღისთვის და შეგვიძლია საღამოსაც გავაკეთოთ ეს ვარჯიშები. მოკლედ მაყურებელს ვეტყვი რომ აუცილებლად გააკეთეთ თქვენს ესეთი ერთწუთიანი ძალიან მარტივი ვარჯიშები და რაც მთავარია გაგვიზიარეთ, მოგწერეთ შუადღის ოფიციალურ Facebook გვერდზე და საინტერესოა როგორი იქნება ეს შეფასებები და მოეწონებათ თუ არა მათ. ნახოთ დაველოდოთ, იმედია რომ ამ ესე ვთქვათ ემოციებს გაგვიზიარებენ ისინი აუცილებლად და ლაშა მადლობა უნდა გითხრათ. ძალიან საჭიროსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა ეს ყველაფერი. კი, ნამდვილად.